მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ backend-ის ერთ-ერთ backend development-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას mid layers და error handlings. ეს თემა რეალურად არის ის ნაწილი backend-ის მხარეს, რაც backend-ს პროფესიონალურ სისტემად აქცევს. რადგან backend-ში მხოლოდ API-ების და endpoint-ების წერა არ არის backend-ი. რეალურად პროცესებში backend-ს უწევს უამრავი რაღაცის გაკეთება, მაგალითად request-ების კონტროლი, მონაცემების შემოწმება, უსაფრთხოების დაცვა, error-ების მართვა, request ისტორიების შენახვა, სისტემების მონიტორინგი და ზუსტად აქ ჩნდება ჩვენთვის mid layer-ი. Mid layer-ი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენთვის არის შუამავალი, რომელიც აკონტროლებს backend-ის მხარეს ყველაფერს. ზოგისთვის უბრალოდ არის ხოლმე ასეთი რაღაცა, რომ მაგალითად ავიღოთ front-end, back-end-ი და front-end-ისთვის, ანუ როქებს როცა გვგზავნით, ზოგისთვის არის ის, რომ front-end-ი და back-end-ი მუშაობს აი ესე. back-end და რა თქმა უნდა აქ API. ანუ ზოგი ფიქრობს, რომ front-end-ი უბრალოდ request გავაგზავნით, API-ის დახმარებით მოხდება ამ request-ის გაგზავნა და უკვე back-end-ში გადავა. მაგრამ რეალურად სულ სხვანაირად არის ეს ყველაფერი. ჩვენ როდესაც request ვაგზავნით და request იგზავნება backend-ამდე მისასვლელად, mid layer-ის დახმარებით გადის რამოდენიმე ეტაპს, ასე რომ ვთქვათ. მოდი ჩამოწეროთ ეს ეტაპები რა არის ზოგადად. პირველი რა თქმა უნდა არის request-ი. request-ის შემდეგ ჩვენი request-ი მიდის უკვე login-ზე. რასაც დეტალურად ავხსნით ცოტა ხანში და უკვე კოდის მხარესაც ვნახავთ რა ხდება. შემდეგ არის ვალიდაცია. ეს წოშელო. ვალიდაცია. ვალიდაციის გავლის შემდეგ უკვე უწევს ავტორიზაციის authentication-ის გავლა. authentication-ის როცა გავივლის უკვე ჩვენ აქ გვაქვს შემდეგი ჩვენი ანუ ამ როდესაც უკვე authentication-ის გავივლის, ჩვენ გვაქვს error controller-ი. და კონტროლერის შემდეგ უკვე გვაქვს error link და უკვე ფაზა რაც არის საბოლოო response. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ანუ მაგალითად request-ი გავაგზავნით get request-ი ან post request-ი არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი request-ი ჯერ გადის login-ings, რაც არის login-ing-ი, შემდეგ არის ვალიდაცია. ვალიდაციას გაივლის, შემდეგ ავტორიზაციას და authentication-ის შემოწმდება, შემდეგ უკვე კონტროლერში გადადის, მერე საბოლოოდ რამე error handling-ი, ანუ რამე error-ი თუ არის, მაგას გადის და უკვე საბოლოოდ გვიბრუნდება response-ი. სანამ უშუალოდ გადავართ login-ing-ზე, ამ ყველაფერს ჩვენ კოდში ვხედავთ status კოდებით. ჩვენთვის რამოდენიმე status კოდი არსებობს, რამოდენიმე საკმაოდ ბევრი status კოდია. მაგრამ მოდი ახლა ჩამოვწეროთ აქ ის status კოდები, ძირითადი status კოდები, რომელიც უშუალოდ ყველაზე ხშირი, ასე ვთქვათ, ყველაზე ხშირად გამოიყენება. მაგალითად ჩამოვწეროთ 200, 400, მოდი ხა ესენი ახსნათ. ხარა. ესენი არ უნდა წაგვაშალა, გაიარაუშავს თავიდან. 200, 201, 400, 401, 403, 404, 500 ჩამოვწეროთ. 1, 2, 3, 4. ცოტა არასიმეტრიული გამოვიდა, მაგრამ არ უშავს. მოდი რომ ჩამოვწეროთ 200 არის okay request-ი. Okay. რაც ნიშნავს, როცა get request ვაგზავნით და ჩვენ მაგალითად რაღაც გვიბრუნდება, რაღაც response გვიბრუნდება, უკვე ეს არის okay.
201 ზუსტად იგივეა, ოკეია, მაგრამ მაგ განსხვავება ის არის, რომ როდესაც ჩვენ post request ვაგზავნით მაგალითად შექმნის ან რეგისტრაციის ან მსგავსი რაღაცის, მაშინ გვიბრუნდება ეს მაგალითად create-ზე 201 და გვიბრუნდება რომ created successfully. 400 არის ჩვენთვის ცუდი request-ი bad request რო ავხსნათ ეს რა შინავს. bad request-ი არის ის, რომ მაგალითად როდესაც წარმოიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ რეგისტრაცია ითხოვს სახელს, email-ს და parol-ს. თუ ჩვენ აქ მოვაკელით მაგალითად parol ან MS თუ სახელი არ შევწერეთ, email-ი გავაგზავნეთ და parol-ი გავაგზავნეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე bad request-ი წამოგვივა და სისტემა დაგვიბრუნეს სტატუს 400-ს. 401 არის აუთენტიკაციის ერორი. თუ მაგალითად არსებობს ვებგვერდები და ზოგადად არის ეგეთი სისტემა, რომ თუ რაღაც პეიჯები არის დაცული პეიჯები, რომელზეც ავტორიზებული მომხმარებელი შედის მხოლოდ. თუ მე გესტით შემოვიდე უბრალოდ ვებსაიტის დასათვალიერებლად და მინდა რომ ამ პეიჯზე გადავიდე, რომელიც მოითხოვს ავტორიზაციას, მან ამ პეიჯზე ვერ გადავალ, ამიტომ 401 request-ი გაეშვება. სტატუს 401 დაბრუნდება და უბრალოდ redirects გავაკეთებთ ვიზუალურად ლამაზი რო იყოს და არ ვანახოთ რომ 401-ის სტატუს კოდი მოხდა და ერორია. უბრალოდ redirects გააკეთებს login page-ზე მაგალითად ან მთავარ page-ზე. 403 არის forbidden. რაც ნიშნავს ეს forbidden-ი არის აკრძალვა, forbidden already. მოკლედ ეს რომ წარმოვიდგინოთ მაგალითად, როდესაც ჩვენ ვართ იუზერები ჩვეულებრივად და ჩვენ გავაგზავნით მაგალითად request-ს რომ admin panel-ში შევიდეთ, ანუ გვინდა რომ admin panel-ის page-ზე გადავიდეთ, ამ შემთხვევაში 403 სტატუსი კოდი წამოვა ჩვენთან error-ი, რაც იმას ნიშნავს რომ აკრძალულია ჩვენთვის და ის მხოლოდ ადმინისტრატორს დასაშვები. 404 არის not found, რაც ნიშნავს იმას რომ თუ მაგალითად ჩვენ request-ს ვაგზავნით, თუ ჩვენთვის მაგალითად endpoint დაწერილია user-ებზე და endpoint-ის სახელი არის users და ჩვენ ამ request-ს გავაგზავნით user endpoint-ზე, არასწორი path-ის შემთხვევაში ჩვენ უკვე 404 დაგვიბრუნდება, რომ ესეთი endpoint-ი არ არსებობს და რაღაც შეცდომა ანუ URL-ში. და ბოლო 500 რაც არის, ეს არის ini server მოკლედ ამ შემთხვევაში არის ისეთი initial server error. ამ შემთხვევაში ხდება ისეთი რაღაცა, რომ ან სერვერი არ არის ჩართული, ან არასწორი ქრენაშენელები გვაქვს, ან envy არასწორი და მოკლედ მონაცემთა ბაზა ანუ არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ login სისტემაზე და მოდი წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენ მუშაობთ production-ზე, სერვერზე და უცებ მოგწერს user-ი რომ მაგალითად API ძალიან ნელია, endpoint-ი ძალიან ნელია. API არ მუშაობს და error-ი მივიღე. ახლა ჩდება კითხვა, როგორ გავიგოთ რა მოხდა. აქაც გვიჩნდება რამოდენიმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელმა user-მა გააგზავნა request-ი მაგალითად რომელი endpoint-ზე შევიდა, რომელი HTTP მეთოდი გამოიყენა, როდის მოხდა ეს ყველაფერი, რამდენი ხანს გაგრძელდა request-ი, error-ი იყო თუ არ იყო სინამდვილეში. ანუ ეს კითხვები ჩვენ გვიჩნდება იმის გამო, რომ ჩვენ ვიპოვოთ რა error-ი მოხდა თუ რა error-ია ზოგადად, მოხდა თუ არა ეს error-ი და როგორ მიმდინარეობს. თუ ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს production-ში, ფაქტობრივად ბრმად მოგვიწევს მუშაობა და ზუსტად აქ გვეხმარება ჩვენ logging სისტემა. Login სისტემა ნიშნავს მიმდინარე მოვლენების ჩაწერას, ასე რომ ვთქვათ, უფრო ადამიანურ და მარტივად რო ავხსნათ, backend-ი ინახავს ინფორმაციას. ვინ შევიდა, სად შევიდა, როდის შევიდა მაგალითად, რა request-ი გააგზავნა, რა response-ი დაბრუნდა, მოხდა თუ არა error-ი. და ზუსტად მსგავს რაღაცებს იწერს login-ის სისტემა. პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომაც ჩვენ login-ი უნდა გამოვიყენოთ და გვჭირდება, არის debugging-ი. Debugging-ი ნიშნავს იმას, რომ პრობლემები ვიპოვოთ და ადვილი გახდეს ჩვენთვის რაღაც პრობლემა თუ არის login-ის სისტემით მარტივად ვიპოვოთ ეს ყველაფერი. რომ გადავიდეთ კოდის ნაწილზე და რომ ვნახოთ login-ის სისტემა როგორ მუშაობს და ზოგადად რა არის, შექმნილი მაქვს TypeScript-ის ფაილსაც backend-ი მაქვს, თანამედროვე backend-ის სტრუქტურას ვიყენებ, მაქვს middleware pages, სადაც არაფერი მაქვს ჯერ და მოდი გავაკეთოთ ისევ სერვერით დავსტარტოთ და ინდექსი.
express-ი დავაიმპორტოთ const API შევქმნათ, რომელიც არის express-ი. const შევქმნათ პორტი, რომელიც იქნება 4000 დავარქვათ. listen port 4000. პორტი უსმენს 4000, ეს წინა ლექსისეც გავაკეთე, მაგრამ გავიმეოროთ. cd backend გადავიდეთ და npm run dev. npm რო გავუშვით, ვნახეთ, რომ სერვერი მიდის პორტ 4000-ზე. ძალიან მშვენიერი. მოდი ახლა შევქმნათ ერთი route-ი. მაგალითად users route ts. და აქ დავწეროთ ჩვენთვის რაღაც endpoint-ი, მაგალითად const router უდრის import express-დან დავაიმპორტოთ express-ი, გავუშვოთ router get-ი. ასეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ router-ზე გვაქვს get request-ი, მოდი users დავწეროთ აქ და response-ი ჩვენ გვიბრუნება hello world. ამან რო იმუშაოს, აქ უნდა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა, რომ up use express json რაც თავარია სერვერზე წავიდეთ და const server const router უდრის express routers router use skawsad export default router. მოგლედ აქ ახლა რაც გავაკეთეთ ჩვენ, გამოვიყენეთ მოდულების სისტემა, რაც წინა ლექციაშიც ავხსენით და გამოვხსენეთ route-ების სისტემა. ზოგადად შევქმნით route-ებში use router ts-ი, რაც არის ჩვენი endpoint-ია. აი ამ endpoint-ზე მიდის ჩვენი user-ი, რაც უნდა დაგვიბრუნოს hello world, მაგალითად hello users, hello users. გვაქვს index file-საც, გვაქვს შექმნილი ჩვენი პორტი, რომელზეც მიდის, გვაქვს და აქ use router, აქ უნდა დავაიმპორტოთ router-ის სერვერიდან. აქ გვაქვს პორტი, გვაქვს 4000, აქ ვაძლევთ იმას, რომ app-მა გამოიყენოს router-ები, express-ი გვაქვს დაიმპორტებული, აქ შევქმნით router-ი და აქ ვწერთ, აქ ვიყოს, მოდი ap users. დაიმპორტებული გვაქვს აქ ეს ყველაფერი. მგონი ახლა ეს რომ ნახოთ, რომ მუშაობს თუ არა ჩვენი users, ეს წავშალოთ საერთოდ დაგჭირდება და გავუშვათ send. ap users. აი 404 not found-ი დაგვიბრუნდა. ეს იმას ნიშნავს, რაც წეღან ახსენეთ, რომ path-ი არასწორად გვაქვს მითითებული. ap index ეს და ასე ვქნათ. use errors. კი ბატონო. ეს და ასე ვქნათ, ეს მოვიღოთ. მოდი ეს თავიდან იმას ვქნათ backend-ის მხარე, მაინც თავიდან გავუშვით. npm run dev. პორტი მუშაობს 4000-ზე და request-ი რო გავუშვოთ, უკვე hello users სტატუსი 200, რომ ეს ყველაფერი okay არის. მაგალითად, მოდი გავუშვათ ჩვენ users და როგორც წეღან იყო, დავამატოთ რაღაც, მაგალითად, რაღაც 100 და მოდი post request-ი გავუშვოთ users. აქ უკვე გვაქვს 404 not found-ი, ისევ გამოდის ეს request-ი და მსგავსად. get users კიდე აქაც რაღაც ჩავამატოთ მაგალითად, ესაც უკვე 404 not found-ი გამოდის. ჩვენ რო ვიპოვოთ ზოგადად აი მაგალითად ეს request-ი რა request-იც რაზე გაეშვა და სიტყვაზე ეს request-ი, ანუ ეს error-ი გვაქვს ჩვენ, ეს error-ი რო ვიპოვოთ, მაგის უშუალოდ logging system. ახლა აქ რომ ვნახოთ, ანუ საერთოდ არაფერი გვაქვს დალოგინებული და ეს უბრალოდ postman-ის დახმარება რო აქ ვიწერს. მაგრამ როგორც აქ, ანუ სერვერი ჩვეულებრივად მიდის port 4000-ზე და არავითარ error-ს არ გვიჩვენებს. მოდი ახლა აქ შემოვიყვანოთ მიტვლი ჩვენ, მაგალითად login ts-ი დავარქვათ. export const მოდი შევქმნათ აქ ჩვენ ხო რაც თავარია, ჩვენ რო გავიხილოთ რა სად და როგორ გამოიყენება მიტვლი არის.
მოკლედ router get-ი გვაქვს user pet-ის შემდეგ აქ გამოიყენება აი ამ ადგილას, სადაც ახლა მიჩვენებს ამას, აქ გამოიყენება ჩვენთვის mid-layer-ი. და შემდეგ უკვე request-ი გვაქვს, მე უკვე response-ი გვაქვს. მოდი ეს რომ ვნახოთ. Next function-ი ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ყველანაირი, ანუ ეს login ფუნქცია გაიაროს და ეს mid-layer-ს აღნიშნავს, რომ ეს არის mid-layer-ი და ანუ ეს check-ი ყველაფერი უნდა გაიაროს. აქ ახლა რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ძალიან ელემენტარულია. login-ი გვაქვს, request და response-ი გვაქვს, თუ რაღაც error-ია, მაგალითად დავლოგოთ request მეთოდი, თუ error-იც არა, თუ სიტყვაზე ყველაფერი კარგად გაკეთდა, დავლოგოთ request მეთოდი და დავლოგოთ request URL-ი. მაგალითად ეს ხა ავიღოთ, წამოვიდეთ user route-ებში და აქ გამოვიყენოთ login-ი. მსგავსად, აქ გავაკეთოთ ეს. აქ error-ი გვაქვს, იმიტომ რომ უნდა დავადეფაინოთ კი არა და უნდა წამოვიღოთ ამის type-ები, ასე ვთქვათ. import request-ი, მაგრამ მე მგონი აქ არა აქაც. მსგავსად, კი ბატონო, აქაც მსგავსად. უკვე ეს ყველაფერი კარგად არის, user-ები იყენებს login-ს mid-layer-ს ასე რომ ვთქვათ, request-ი response-ი გვაქვს hello world. ეხლა რომ ჩვენ ავდგეთ და მოდი არ გვინდა საერთოდ ეს users გავუშვით. status-ი 200, hello users გვაქვს. გადავალთ და უკვე გვაქვს get და users. ანუ რა endpoint-ზე წავიდა და რა endpoint-ზე გაკეთდა, რა მეთოდი გაკეთდა და რა endpoint-ზე წავიდა request-ი, ეს ყველაფერს გვიჩვენებს. მოდი ხძალით გავაკეთოთ ცუდი request-ი, user წავიდა not found request-ი. თუ ეს დაგვიბრუნა, აქაც იგივეს გვიჩვენებს, მოდი get-ზე გახდა, user გახდა. ეს არის ძალიან ელემენტარული, მოდი ისე გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი ნათლად ჩანდეს. და მოდი AI-ს დავაგენერირებინოთ. make me მოკლედ AI თავის საქმეს გააკეთებს. აქ რაც არის ჯერჯერობით ჩვენ გვიბრუნდება get-ი და user-ი, ეს არის ძალიან მცირე მაგალითი თუ როგორ უნდა მოხდეს და როგორ გავიგოთ რა request-ი გაიგზავნა და რა request-ი დარენდერდა ზოგადად. მოდი დაველოდოთ AI-ს და მსგავსად ვნახავთ მაგ ყველაფერს. user-ს ნახეთ ორ request-ი გავაგზავნოთ. როგორც თქვით, უკვე login-ის დროს, login-ის, როცა უკვე login სისტემა გვაქვს და ამას ვიყენებთ, ჩვენ ხედავთ request-ები, როგორ იგზავნება, რომელ endpoint-ზე ხდება ეს ყველაფერი და მოდი ხა უკეთესად დავინახავთ ამ კოდის მეშვეობით. უგაშას უფრო კომპლექსური კოდი გამოუვიდა AI-ის, ანუ 200 ხაზია თითქმის ჩვენ ქონდა რავი, ძალიან ის მინიმალური რაღაც ქონდა და მოდი ეს გამოიყენებს ახლა და ვნახოთ ეს როგორ ხდება. ეს გავხსნათ და ჩვენ request-ი გავუშვათ send-ი. Hello users გვაქვს, რა სტატუსი 400. უკვე ჩვენ სულ სხვანაირად დაგვირენდერდა ეს ყველაფერი. აი მაგალითად 200, ანუ დრო გვაქვს აქ როდის მოხდა, info გვაქვს ის რომ get-ი მოხდა, IP user-ზე მოხდა ეს ყველაფერი, ID იყო ეს, მეთოდი იყო get-ი, URL იყო app users, pet-ი იყო users, IP იყო 1 და user agent postman-იდან რომ გაკეთდა ეს ყველაფერი. მოდი აქაც იგივე user და გავუშვათ. უკვე error-ია და 404 not found-ია. ეს წავშალოთ და მოდი npm run dev გავუშვათ. send. წესით ამაზე კი ამაზე არის ზავს, იმიტომ რომ სწორი request-ი უნდა გაეშვას. ამაზე კი ბატონო. ის უკვე error handling-ში გადადის და ეს login-ია, იმიტომ რომ ის უკვე error handling-ია, რა error-ი იშობა და როგორ იშობა, მაგითაც ვნახავთ და განვიხილოთ. მოკლედ როგორც ვნახეთ login system ვნახეთ რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რანაირად გვილოგავს. login სისტემა როგორც უკვე ავხსენეთ, როცა request ვაგზავნით, login სისტემა არის პირველ ადგილზე, ჯერ login-ი ეშვება. რომ გაიგოს request-მა რომელი ან request-ის გაგების მიზნით რა, რომ სად ეშვება, როგორ ეშვება, რანაირად. შემდეგ იქ ჩვენ როგორც უკვე სქემაში გვაქვს validation სისტემა. validation სისტემა ზოგადად არის იმისთვის, რომ
backend-ის მხარემ შეამოწმოს მონაცემები, რომელსაც user-ი ატანს, რომ ეს მონაცემები იყოს ვალიდური და სწორად, ანუ backend-ის მხარე არ გააფუჭოს. მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ, user-ს შეუძლია ნებისმიერი მონაცემის გატანება, მაგალითად, რეგისტრაციის დროს, ანუ ლოგინის დროს. რეგისტრაციის და ლოგინის დროს user-მა რო გაატანოს არასწორი ინფორმაცია, ამისთვის backend-ი აირება საერთოდ. და ზუსტად ამ ყველაფრის დარეგულირებაში გვეხმარება ჩვენ validation სისტემა. Validation სისტემა რომ ნახოთ ეხლა და უფრო გასაგები რომ მოხდეს, უფრო გასაგები რომ იყოს კოდის მხრივ. ისინი გვაქვს. მოდი შევქმნათ, მოდი ერთი registration route. Register route TS. მოკლედ დავწეროთ ძალიან მაგალითი, ძალიან ადვილი მაგალითი, register express-ი კი ბატონო. იმპორტი გავუკეთოთ. აქ პოსტი გვაქვს, const name-ი, password body. ეს გვჭირდება საერთოდ. არც ეს გვჭირდება ჯერჯერობით. მოდი ეს ცოტა ცუდად დაწერა. const შევქმნათ მაგალითად name-ი. email რაც იქნება request body და res status-ში res send-ი არა. res status-ი გავუშვათ, რომ ეს status იქნება 201, რომ JSON-ი user register successfully. ზგავსად გაეშვება ეს ყველაფერი, რომ აქ ანუ აქ რასაც ვაკეთებთ. ვქნით უბრალოდ names, emails, parole-ს, request body-და ამ ყველაფერს ვატანთ და ეს ყველაფერი გაეშვება. მოდი ახლა ეს დავაიმპორტოთ სერვერზე. register route-ი. გამოვიდა კი ბატონო, სერვერი გაშვებული გვაქვს. გადავიყვანოთ post request-ზე, AP და აქ იქნება register. გავუშვათ. ჩვენ body-ში უნდა გავატანოთ ჩვენ email და parole და რაც შევცვალეთ ის ყველაფერი. მოდი აქ იქნება. email მაგალითად test email-ი იყოს, name-ი იყოს. მოიტანო where იყოს. ეს ასე, მაგაც წინრე, რო ერორი არ კონდეს და parole იყოს, მოდი 1 2 3 7. ეს გავსვათ. გავუშვათ რეგისტრაცია. გავუშვით რეგისტრაცია, კი ბატონო, მონაცემები შეყვანილი ყავს და მესეჯის ავტომატურად დაგვიბრუნდა, რომ user-ი დარეგისტრირდეს და successfully წარმატებით. მოდი ასეთი რაღაც გავაკეთოთ, ეს ამოვიღოთ და გავაგზავნოთ ეს. ისევ ისეთი რაღაც დაგვიბრუნდა, რომ მესეჯი რომ დარეგისტრირდა წარმატებით, მაგრამ name-ის ველი ვაფშე არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს. ესეც ავიღოთ და გავუშვოთ parole-ის გარეშე ისევ იგივეა. მოდი ესეც ავიღოთ. გავუშვოთ და ესეც არ გვაქვს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ user-ი რეგისტრირდება, email-ში არაფერს არ ატანს, სახელში არაფერს არ ატანს, parole-ში არაფერს არ ატანს და ესეთ მონაცემს უშვებს backend-ის მხარეს. ეს გამოიწვევს, ანუ ძალიან ცუდ შედეგს, ასე რომ ვთქვათ, backend-ის მხარესაც იქნება მიუღებელი ესეთი რაღაცა და ეს ყველაფერი არ მოხდეს და ეს ყველაფერი რომ ასე ვთქვათ, ჩვენ დავიჭიროთ, დავაკონტროლოთ ეს ყველაფერი, ამისთვის გვჭირდება ზუსტად მედული არის. მოდი ახლა ვნახოთ ვალიდაციის მედული არის რას აკეთებს. Validation TS. Export. Next function express-დან მოდის request-ი და response ტიპი დავაიმპორტოთ და აქ გავუკეთოთ რაღაცა const name email request body-დან თუ მაგალითად სახელი ან parole ან password-ი არ გვაქვს, დავაბრუნოთ res status-ი. მოდი ეს რასაც მოგცა, ეს გავაკეთოთ. მოკლედ აქ რასაც ვაკეთებთ და აქ next-ი რა თქმა უნდა. Next. სკავსთ. მოკლედ აქ ცოტა ისეთი ვალიდაცია გავაკეთეთ ცოტაში. მოკლედ
მოკლედ აქ არის ვაკეთებთ თუ name არ გვექნება, email არ გვექნება, paroli არ გვექნება, დავაბრუნოთ re სტატუსი რომ 400, ეს 400 როგორც გავიგოთ არის bad request-ი, რომ name, email და paroli არის საჭირო. თუ type of-ი აქ უკვე type-ია, name არ იქნება, name იქნება, არ იქნება string-ი, აქ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია name-ში გავატანოთ 1 2 3 4 მსგავსად და რო გავუშვათ, მაინც იგივე იქნება. ანუ ვალიდაციას არაფერს არ გვიწერია აქ, რომ name რა არის, paroli რა არის, email რა არის. paroli შეგვიძლია გავატანოთ მაგ ძაღლუკები და აქ გავატანოთ email-ში ეს. ანუ ეს რო გავუშვათ, იგივე გამოდის, რომ message-ია, რომ user is successfully არის. ესეთ რაღაც ხო არ გვაწყობს და ანუ არავის არ აწყობს ზოგადად. აქ ვწერთ, რომ type of-ი, ანუ type-ი name-ის უნდა იყოს, თუ არ იქნება string-ი, ან type-ი email-ის თუ არ იქნება string-ი, ან paroli-ის ტიპი თუ არ იქნება string-ი, დავაბრუნოთ re status 400. paroli შეიძლება ციფრები ჩაწერო, მაგრამ ზოგადად როცა ვწერთ უკვე string-ად გარდაიქმნება, მაგალითად სახელზე გვაქვს აქ ვალიდაცია კიდე გაკეთებული, თუ სახელის სიგრძე არ იქნება, სამზე ნაკლები იქნება, ან name-ის length იქნება 100-ზე მეტი, ანუ 3-დან 100-მდე, დავაბრუნოს 400, რომ უნდა იყოს 3-დან 100-მდე. თუ email-ის length-ი მაგალითად 3-ზე მეტია და email-ზე 100-ზე ნაკლებია, ეს იდეაში არ გვჭირდება ეს საერთოდ. მოდი აქ დავწეროთ ასეთი რაღაცა, რომ აი ეს თუ email-ი შეიცავს რაღაც და არ შეიცავს ძაღლუკის ნიშანს, მაგალითად email-ი ძაღლუკის სიმბოლით უნდა იწერებოდეს, რა თქმა უნდა, email-ი უნდა შეიცავდეს ეს. მოკლედ ეს შევინახოთ. ჩვენი ვალიდაციის რეგისტრაცია წამოვიღოთ. და სად გვაქვს? register user-ი გვაქვს, აქ გვაქვს ეს გაკეთებული და გავუშვათ validate register. მსგავსად გავუშვათ ეს და წავიდეთ, ეხლა ვნახოთ რა ხდება და როგორ ხდება. ეხლა ჩვენ რომ ეს request-ი გავუშვათ, რაც ვალიდაცია გავაკეთეთ, გავუშვით ეს request-ი. აქ არასწორად გვაქვს რაღაც. ეს შევინახოთ. აქ საერთოდ ეს body სიტყვაზე არც გვჭირდება, უბრალოდ ეს იყოს და გავუშვით. პირველი რომ email must contain the symbols. email კარგი ავიდეთ და email-ზე გავაკეთოთ, რომ test.com. ეს ანუ email შეიცავს უკვე გავუშვათ. ნახე, აქ რაღაც error-ივით გვაქვს, იმიტომ რომ ეს არასწორად მუშაობს. name-ი არ უნდა შეიცავდეს, password-იც არ უნდა იყოს. მოდი კარგად შევხედოთ ვალიდაცია. კაი, მოდი type of-ები საერთოდ არ გვინდა. name-ი. ესე გავუშვათ, უბრალოდ მაინტერესებს რა სიზავს. type of-ი. ეხლა მე გეტყვით რატომ ხდებოდა იქ ყველაფერი. აქ გვაქვს ჩვენ type of-ი მიცემული, ანუ type-ის თემა. type-ი რაც უნდა იყოს, name-ი არ უნდა იყოს, ანუ თუ name-ი არ უდრის strings. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ აქ names ვანტანთ, როგორც თქვი, ციფრებიც რომ ჩავწეროთ, ეს ციფრებიც უკვე არის string-ი. ანუ string-ად გადაერქმევა და მაგით ოქნა ეგ ყველაფერი, ეს წავშალოთ, ეს type of-ი ამისი აქ გვჭირდება. type of-ები მოდი ჯერჯერობით ამოვიღოთ საერთოდ. მოდი გავუშვოთ თავიდან. მოკლედ email-ზე ვნახეთ რაც მოხდა, აქ გავუშვოთ აქაც bad request-ი, რომ name, email and password must be strings. უნდა იყოს string-ები. name-ი ავიღოთ და მაგალითად node.js-ი ჩავწეროთ. გავუშვით. ეს ანუ paroli აქ რო ეს ძაღლუკის ნიშნები აქ string-ი უნდა იყოს, ან ის უნდა იყოს. მოდი აქ გავუშვოთ 1 2 3 4 5. name, email and password must be strings. ანუ ამან მაინც გააკეთე. კარგი, მოდი ეს გავაფიქსიროთ. სანამ ეს გააკეთებს, მოდი საერთოდ არ გვინდა ამჯერად type of საერთოდ ეს ყველაფერი ამოვიღოთ. ძალიან ის გავაკეთოთ. ადვილი რაღაც გავაკეთოთ და მე უკვე AI-ის მივცეთ დავალებად, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. name-ი შევქმნით, მოდი name-ით საერთოდ ამოვიღოთ, ცოტა რომ გავამარტივოთ. ეს წავშალოთ ჯერჯერობით, ეს წავშალოთ. თუ email და paroli არ გვაქვს, email და string-ი, password string-ი, email and
include აქ. Password length არ გვინდა ეს. ესეც არ გვჭირდება საერთოდ. Next დავარენდეროთ ესე გავუშვით. მოკლედ აქ რასაც ვაკეთებთ ახლა, ეს გადავაკეთეთ უბრალოდ და email და paroli დავტოვეთ. თუ email და paroli არ გვექნება, რესტატუსი 400 უნდა გამოჩნდეს. თუ type of email string-ი არ იქნება, ან type of string-ი არ იქნება, წამოვა 400 და email-ი უნდა შეიცავდეს ამას. მოკლედ გადავიდეთ, name-ის საერთოდ ამოვიღოთ, საერთოდ არ გვჭირდება, name-იც იყოს, მაინც არ ავუშვს. Name-ს რო გავუშვათ, name-ს შექმნა, მოკლედ მარტო email paroli უნდა იყოს. როცა სწორად გვაქვს. ვალიდაცია ეს გადავტვირთოთ, im run dev. ძალიან კარგი მუშაობს. მოდი test mail-ი ამას ამოვიღოთ ეს და გავუშვოთ ეს. უკვე დაგვიბრუნა ჩვენი ვალიდაციიდან წამოსული email, რომ bed request-ია, სადაც სიმბოლო უნდა გქონდეს ეს test mail. მოდი აქ ჩავწეროთ მაგალითად 1. აქ ვალიდაცია არ გვიყენია როგორც ჩანს parol-ზე. კი ბატონო. მოდი paroli გქონათ. If password length ნაკლები არ 8-ზე გავუშვოთ ეს. აქ დავწერეთ რომ password-ის ან რაოდენობა თუ ნაკლებია 8-ზე, 404 უნდა ამოვარდეს ჩვენთვის request-ი. მოდი გავუშვათ, აქ 1 გვაქვს მიდიდებული, გავუშვით. ეს არ შეგვინახავს, შევინახოთ. Send. Password must be checked. კი ბატონო. 3 4 1 2 3 4 5 6 7 8 გავუშვით. Send. User register successful. მოდი ახლა ცოტა ეს დავარენდერებთ, ეს კარგად. Make it ჩვენ აქ გვაქვს უკვე login-ing-ის სიტუაცია და ვალიდაციის. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ login-ing-ი, რაც გვაქვს. ეს ავიღოთ და ეს შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ასევე რეგისტრაციასთან ერთად. აქ უბრალოდ ძიმე, ანუ ეს ჩვენ არ გვიხსუდავს და არაფერს არ გვეშობა, რომ აქ რამოდენიმე ვალიდაცია გამოვიყენოთ. აქ შეგვიძლია 2, 3, 4, 5 რა ვალიდაციები გქონდეს გაკეთებული. მოდი ახლა რო შევხედოთ ზოგადად ვალიდაციების კოდს. keep-ი გავუშვათ და აქაც ანუ საკმაოდ ცოტა მეტი კოდი დაწერა, მოდი გავუშვათ. ეს ამოვიღოთ. უკვე აქ საერთოდ სხვანაირი სტრუქტურა მოგვცა, როგორც ხედავთ, message გვაქვს, errors-ი გვაქვს, რა სად ხდება path-ი და message password master chapter-ი. ანუ მსგავსად მოდის უკვე debugging-იც რო დავამატეთ და ზოგადად ესეც რო გავამარტივეთ, ეს კოდიც უკვე როცა შევქმნით ვალიდაციის, სხვანაირად მოდის და უკვე გასაგები ხდება ბევრად. გადავიდეთ Postman-ში. მაგალითად აქ დავამატოთ ეს და გავუშვოთ request-ი, ეს უკვე შეიქმნა. მოდი test mail-ი ამოვაცალოთ ამას ისევ და გავუშვოთ. ისევ ისეთ message-ი მოგდის validation failed, ვალიდაცია ვერ გაიარა, error-ები რა გვაქვს, path email-ი, message invalid email address. აქ რო გადავიდეთ, აქ ჯერჯერობით მოდი სწორი კოდი გავუშვოთ. test mail.com. მაინდას ვთქვა, მაგრამ არ დაგვილახა, კაი, არ აუშვს. ну მოკლედ ვალიდაციაც ვნახეთ, რას აკეთებს ვალიდაცია, როგორ მუშაობს ვალიდაცია, ჩვენთვის ვალიდაცია რო ვნახოთ და რო გავხსნათ, ვალიდაცია არის უკვე მესამე ველი. და ვალიდაციაც როგორც უკვე ვთქვით, ძალიან საჭიროა, რადგან გვჭირდება ჩვენ შევმოწმოთ backend-ისგან, backend-ში შემავალი მონაცემები, რომ backend-ი არ აუღრიოთ, ასე ვთქვათ. და backend-ის მხარეს არ მოხდეს რამე ცოტა ისეთი, რომ საერთოდ გაგვითიშოს სერვერი. ახლა ჩვენ რაზეც უნდა ველაპარაკოთ, არის error handling-ი. ზოგადად error handling-ი ჩვენ გვჭირდება error-ების დასაჭერად, თუ მაგალითად, როდესაც user შესულია სადღაც პლატფორმაზე, მაგალითად აქ და მუშაობს, როდესაც ეს იმაში გვჭირდება, რომ ჩვენ ამ error-ებს არ ვაჩვენებთ, როგორც ესეთი users არ გამოვუტანთ გარე ეკრანზე. User-ი თვითონ ანუ პლატფორმა აგრძელებს მოქმედებას, აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ეს error-ი ჩვენ უნდა დავჰენდლოთ. და ასევე ეს error-ი რომ ანუ აქ რო ჩვენ რომ მუშაობთ და აქ რო რაღაც error-ი მოხდება, ჩვენ აქ არ უნდა გამოვაჩინოთ და არ უნდა ვანახოთ, რომ
მაგალითად initial server error 500 მსგავსად. მაგაში გვჭირდება ზუსტად ჩვენ ერორები რომ დავიჭროთ და დავჰენდლოთ ზოგადად რანაირად ხდება. მოდი ამის მაგალითიც ვნახოთ. ახალი route შევქმნათ. test route ts-ი დავწეროთ მაგალითად export const router-ი და ვაიმპორტოთ ისევ express-ი. შევქმნათ ესეთი რაღაცა და აქ გავაკეთოთ ძალით გავაკეთოთ ასე ვთქვათ ჩვენ error-ი throw new error test error. ეს წავიღოთ და ვაიმპორტოთ აქ ჩვენთან test route-ი გვაქვს. და ზოგადად დებაგინგისთვისაც გვჭირდება ეს ანუ ეს error handling-ი რომ რა ხდება და როგორ ხდება. გავაკეთოთ ახალი ის error ts-ი. აქ რო შევხედოთ ჩვენი სხვა კოდებს, მაგალითად login-ს რო შევხედოთ, ჩვენ პარამეტრად აქ გადავცემდით ორ რაღაცას, გადავცემდით request response-ს. ეს წავიდე ჩვენი request-ი. გაი, ცოტა ვალიდაცია. ან როდესაც ჩვენ წერდით, აქ უნდა იყოს წესით. ნახე, გადავცემდით request და აქ source-ი ახლა გადაცემული response-ი, request-ი და response გადავცემდით. ვალიდაციის შემთხვევაში ინდექსი ერორებში. აქ უკვე გადავცემთ ანუ აქ უკვე 4 პარამეტრი ეწოდება. გვაქვს error-ი, გვაქვს request-ი, გვაქვს response და გვაქვს next-ი, ნუ მიდული არისთვის რა თქმა უნდა. მოდი შევქმნათ export const request-ი. ეს ყველაფერი დავაიმპორტოთ, უბრალოდ მაგის ერორებია. მოკლედ გვაქვს error-ი, const error handler-ი გავუშვათ. გვაქვს error-ი, request-ი, response-ი, next-ი. console log error stack-ი გვაქვს. კი ბატონო, მაშინ აქ ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ. console log error message და ეს იქნება error console log stack-ი დავსტეკოთ, რა stack-ზე მოხდა ზოგადად restatus 405.json მსგავსად გავუშვით. error handling-ი ავიღოთ, წავიღოთ test route-ში და ჩავსვათ. გავსვათ აქ მძიმედ გავუკეთოთ. აქ უბრალოდ დავადეფაინოთ ასე ვთქვათ response-ი და request-ი. აქ next function-ი აღარ გვჭირდება, უკვე next-ი აქ შეგვიძლია არ გამოვიყენოთ. შევინახოთ error ts-ი, ჩვენი path-ი ამ შემთხვევაში არის test-ი, გადავდით test-ზე. get request-ი გავუშვით. ასე ვთქვათ, ჩავთოთ npm run dev. მოკლედ მონაცემებზე ჩავთეთ, აქ უკვე get request-ი აქ საერთოდ არაფერს აღარ ვატანთ, გავუშვით და თავიდან ბოლომდე, ანუ ეს ხელოვნურად შექმნილი error-ი და დაგვიბრუნა initial server error, test error. მოდი გავხსნათ ეს. და აქ უბრალოდ რაც გამოგვიტანა არის რომ server-ი running port 4000 error test error-ი, უბრალოდ გვაქვს აი test error-ი, რომ დავიჭრეთ რაღაც request-ი, რაღაც error-ი მოხდა, აქ გვაქვს დანარჩენი layout-ი next-იც. მოკლედ ჩვენი error-ი რო ანუ ასე ვთქვათ გავაუმჯობესოთ, მოდი გამოვიყენოთ აქაც AI make memorph and log. მოკლედ აქ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი error-ი დავიჭრეთ, როდესაც უკვე request-ი გაიგზავნა server-ის test-ზე. აქ უბრალოდ ჩვენ გვაქვს შექმნილი. მოდი ახლა ჩვეულებრივად ეს შეგვიქმნის უფრო ასე ვთქვათ მაგარ ტიპს, ასე ვთქვათ error-ების handling-ს. და უკვე დავინახავთ რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება ეს ყველაფერი. ცოტა ხანი დაველოდოთ. ვნახოთ რას გაგვიკეთებს.
ერორებში. Keep-hold. მოკლედ, როგორც ჩანს, 174-მდე დაწერილი, უფრო კომპლექსური კოდია, უფრო ლამდათაც გამოჩნდება, თვითონ ემჩნევა რაც იქნება. პორტი 4000-ზე გაშვებულია, initial server-ი თავიდან გავუშვათ. და უკვე მესიჯი ჩვენ მოგვივიდა აქ უფრო ლამაზად, რომ test error-ი გვაქვს, bad request-ი ზოგადად. აქ უკვე საერთოდ სხვანაირად დაგვიდრენდერა საერთოდ ყველაფერი. აქ უკვე status კოდი გვიჩვენა, რომ რა request, რა error-ია, მოდი ზემოდან დავიწყოთ. დრო გვიჩვენა აქ, რა დროზე მოხდა, warning-ი არის და აქ get-ი რო ჩაიშრელა. API ტესტზე მიდის ეს და 400 test error-ი. status კოდი აქ უკვე 400 გვიჩვენა, რა status კოდია, მეთოდი გვიჩვენა აქ get-ი. URL-ს გვიჩვენა, რომ API ტესტზე მიმდინარეობს ეს IP ერთი გვიჩვენა, name-ი გვიჩვენა HTTP error-ი და stack-ი უკვე ეს გვიჩვენა ზოგადად სათხდება ამ ყველაფრის მოქმედება. მოდი ეს ავიღოთ, post request-ი გავუშვოთ, test-ი, not found-ი გავუშვით. იდეაში ამაზე არიზავს, get-ზე უნდა იყოს და get-ზე გავუშვათ. 400 request-ი. კიდევ იგივე, ამით ჩვენ შეგვიძლია დავიჭროთ, ასე ვთქვათ, error-ი, სათხდება ეს error-ი. და როგორც ასეთი ამ error-ის გამოჩენა user-ისთვის როგორც ვთქვით, არ იქნება სწორი, რადგან ეს ხوار გამოვა. ეს ჩვენ ახლა დავწერეთ error-ის მიდული არის, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს სათხდება ეს ყველაფერი და ამის მიხედვით უფრო მარტივია გაგება ვიდრე ის, რომ რაც წეღან გქონდა მაგალითად, ის რომ ჩვეულებრივი უბრალოდ მოვიდა request-ი, რომ status კოდიც არ ეწერა, უბრალოდ სათხდებოდა error-ი და აი ესეთი ჩამონათვალი იყო. სხვა არც არაფერი არ ქონია. ჩვენთვის ეს ბოლო რაც გავიხილეთ, error handling-ი არის უკვე ბოლო და ამის შემდეგ აქ გამოგვჩენია როგორც ჩანს response. ამის უკვე response-ი ბრუნდება ამის შემდეგ უკვე საბოლოოდ. საბოლოო ჯამში დღევანდელი ლექცია რომ შევაჯამოთ, გავიარეთ logging სისტემა, გავიარეთ ვალიდაციის სისტემა, გავიარეთ error handling სისტემა, როგორ მუშაობს, ნახეთ კოდის მხრივაც. როგორ შეიძლება error-ების დაჭერა, როგორ შეიძლება ვალიდაციის გასწორება, რისთვის არის საჭირო ვალიდაცია, თუნდაც logging სისტემა და როდისთვის არის error-ები და მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ეს არის იმისთვის, რომ logging-ი გვჭირდება იმისთვის, რომ დავლოგოთ სად ხდება ზოგადად რა request ვუშვებთ, სად მიდის ეს request-ი, როდის ხდება, რაც დავწერეთ, ვალიდაცია გვჭირდება იმისთვის, რომ არასწორი request-ები და ცუდი request-ები არ გაიგზავნოს მონაცემთა ბაზაში და არ აგვიროს ეს ყველაფერი, ხოლო error-ები გვჭირდება იმისთვის, რომ error-ის service გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ დავიჭროთ request-ები, ვნახოთ სად ხდება ეს request-ი, არასწორი request-ი სად ეშვება, რა request-ია, status კოდი ვნახოთ, მეთოდი ვნახოთ, URL-ი ვნახოთ და ასე შემდეგ. ასევე განვიხილეთ status კოდები, რომელიც ჩამონათვალი გვაქვს აქ და ეს არის ძირითადი status კოდები, შეგიძლიათ ეს სხვანაირად სხვაგანაც ნახოთ და უფრო მეტია, ასე ვთქვათ. და დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა იყო ზუსტად ეს ყველაფერი, რომელიც წარმატებით დავასრულეთ. მადლობა ყურადღებისთვის.